1 ივნისს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღეს. ამ დღესთან დაკავშირებით გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას ლოცვა-კურთხევით ფერისცვალების სამრევლო სკოლა უფლის კარავში იმართება ეპარქიის სამრევლო სკოლების შემოქმედებითი ღონისძიება. ყველა გილოცავთ მინაობას წმინდა მეფე მირიან და ნალასწენებას და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გზა კათოლიკე ერის ქრისტიანობის გზა ეს არის გზა ჩვენი გადაცემის, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა გამოყენეს, გამოცდილებით გადაწყვეტეს და უკვე ჩვენ შეიძლება მათი გამოცდილებით ვთქვათ, რომ ამ გზამ საქართველო გადაარჩინა და გადაარჩინა ქართველი შეგემართუნა მამული ენა და სამყარო. ღონისძიება, რომელიც ჩატარდა ფერისცვალების სამრევლოში, ეს მრავალი მხრივ არის ძალიან კარგი ჩვენი მომავალი თაობისათვის. პირველი იმითი, რომ ესე იგი ქართული სიმღერა, გალობა, ცეკვა, ლექსი, ყველაფერი ისეთია, რომ ღმერთი იდიდება, სამშობლოს უკავშირდება, წინაპრებს გაიხსენებ და აი ეს სულისკვეთება ბავშვებში ნარჩუნდება და გრძელდება. შემდეგ იმითი არის კარგი, რომ თავის ნიჭს წარმოაჩენენ ეს ბავშვები, ერთმანეთისაგან ბევრ რაღაცას ისწავლიან, ბევრ რაღაცა მოეწონებათ ერთმანეთის და შემდგომში მიბაძავენ და გარდა ამისა, როდესაც ღონისძიება დასრულდა, ეს ბავშვები თითქმის აი მთელი საღამო ერთად იყვნენ და ერთმანეთი გაიცნეს, სამომავლოდ შეიძლება დამეგობრდნენ და ეწოდინებათ, რომ მათთან ერთად, მათ სამრევლო სკოლასთან ერთად არის სხვა სამრევლო სკოლა. იქაც მორწმუნე ბავშვები არიან, ეს ურთიერთობები უფრო მეტად გამტკიცდება, მათი მეგობრობა ჩამოყალიბდება და ეს მათთვისაც კარგი იქნება და ჩვენი სამშობლოსთვის კიდე ძალიან დიდებული იმისგან გამომდინარე, რომ შეიკრება ამ მორწმუნე ბავშვების ერთობა და ეს ძალიან დიდი ძალაა ჩვენი სამშობლოსთვის. მადლობა ღმერთს, მადლობა ჩვენს მეუფე ანდრიას ამ ღონისძიების მოწყობისათვის და ჩვენს მამებს და თითოეულ პედაგოგს, ვინც ამ ღონისძიების მოწყობაში გვერდში დაგვიდგა და ეს განხორციელდა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მინდა რომ დღევანდელი მონაწილეებს და ყველა მთლიანად საქართველოს მიულოცო დღევანდელი დღე, უსურვო ბედნიერება, ჯანმრთელობა, მშვიდობა და უფლისადმი დიდი რწმენა და თანადგომა. რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას, ეს არის რაღაც უნიკალური შემოქმედება და ეს არის რაღაც უნიკალური ღონისძიება. რადგან ამ დროს ხდება ამ რეგიონის ახალგაზრდობის ერთმანეთთან დაახლოება, ერთმანეთის მიმართ სიყვარულის, პატივისცემის, დამოკიდებულების აღიარება. აქ იმდენი ლექსი, იმდენი გამოთქმა, იმდენი სიყვარული მოვისმინე ამ სამშობლოსთან დაკავშირებით, რომ ეს ბავშვები იზრდებიან აი ამ სულისკვეთებით. სამშობლოსადმი სიყვარულის, ურთიერთ პატივისცემის, ურთიერთ დამოკიდებულების და ურთიერთ მიმართ დიდი გზნობისა და პატივისცემის გამოხატვით. მაგრამ მე აი გულით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ იყო მარტო ხელოვნების შემოქმედება, რასაც ბავშვები ეუფლებიან. ეს ღონისძიება და საერთოდ ეს სამრევლო სკოლა არის ადამიანის ისეთი ასაკის ბავშვები იყვნენ, რომლების ცხოვრებაში ჩამოყალიბება ხდება აი ამ ასაკში. და აი ამ ასაკში რომ ბავშვი ეზიარება იმ სიყვარულს, იმ პატივისცემას, იმ ურთიერთ დამოკიდებულებას, უფლისადმი პატივისცემას, აი ეს არის დიდი სიყვარული, რომ ეს ამ გაზრდის შემდეგ ისინი ვეღარ შეიცვლიან გონებას, იმიტომ რომ აი ამ ასაკში ხდება ბავშვის ფორმირება, ჩამოყალიბება და იმ რწმენისა და ყველაფერი შეგნების ჩახვდება თავის გონებაში, რასაც დღევანდელი დღე ქვია. მე ასევე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო მეუფე ანდრიას, მინდა დიდი მადლობა გადაუხადო სასულიერო პირებს ამ დიდებული, ღირსეული, კეთილშობილური საქმის კეთებისათვის. ეს არის ჩვენი ქვეყნისათვის იდეალური გზნობა, ეს არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის და ეს არის ჩვენი მომავალი თაობის კულტურულად აღზრდის კარგი საშუალება. მადლობა ყველას და მადლობა თქვენ, რომ აი თქვენი შვილები და თქვენი მომავალი თაობა აი ასეთ კეთილ საქმეში გყავთ ჩაბმული. მე ვარ ფლავის სამრევლოდან ბარბარე ფაკაური.
ძალიან მომეწონა დღევანდელი ღონისძიება. ძალიან აღფრთოვანებული ვარ. ყველა გამოსვლა მომეწონა. ასევე მომეწონა მომბასილის ქადაგება, მორთულობა და ახალი დარბაზი. მე ვარ ფლავის სამრევლოდან და ძალიან მომეწონა. ძალიან დიდ მადლობას უხდი მამა ბასილს და ღმერთს. ძალიან ლამაზად იყო მორთული. ძალიან მომეწონა ახალი დარბაზი.